ეს უკვე დაწყებული არის ლოკვირიაზე მეტი ხნის წესრიგის სამჯიშის პროგრამის გამრავლება, მუშავდება ადამიანთან მასა თავისი პროტოკოლის პრევენციული სამუშაო სიტუაციები. რაც შეეხება არასოციალურად დაუცადი საბაზო კვლევები, ჩვენ გვაქვს კონფერენცია გარემოს დაცვაზე, რომელსაც გავასამართლოთ ეს რაოდენობა მინიმუმ ესე თვეში 7000 პაციენტს წიავდეთ, ოღონდ ამასაც შესაბამისად ძირითადად ეს საფრთხე ოფისი, რომელიც დაკავდება მეტი ეს გაზრდილია საკმაოდ 10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს. მოგეხსენებათ ეს კრიტერიუმი იყო, რომ მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობის 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს და ნებისმიერ პაციენტს მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა შეიძლება რომ ჩაერთოს ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე. მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ამ მხრივ ის, რომ თუ კი აქამდე საშუალოდ პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე ჭირდებოდა საშუალოდ 2 თვე, ჩვენ ამ პროცესს ვამცირებთ და ეს გახდება სადღაც 2 კვირის ფარგლებში. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე ამ მხრივ არის ის, რომ თუ კი არსებული კონტრაქტი ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე მხოლოდ 5000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომში 20000 პაციენტის წელიწადში ეს პროცესი უკვე შეიცვალა 5000 მე-1 პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან-ნოემბერში მიიღო მკურნალობა, დღეს მდგომარეობით 9000-ზე მეტი პაციენტია ჩართული, ანუ რეალურად მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო, თუმცა ეს მთავარი ცვლილებები რის შესახებაც ახლა მოგახსენეთ, მიცემთ საშუალებას მაქსიმალურ რაოდენობას პაციენტებისას მიუხედავად მათი კიდევ ერთხელ ვიმეორებ კლინიკური მდგომარეობისა და დაავადებისა ჩაერთოს ამ პროცესში. რითი მივაღწიეთ ამ ცვლილებებს? რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. საკუთრივ პროექტის მართვის წარმატებამ განაპირობა ის, რომ წყვეტა არ მომხდარა 5000 პაციენტის მერე, როგორც მოგახსენეთ, გაგზელდა უწყვეტად. მეორე ის, რომ ჩვენ დავასრულეთ შარშან კვლევა, რომელმაც ნათელი სურათი მოგცა ავადობის სტრუქტურის შესახებ, დავამატეთ რამოდენიმე სერვის ცენტრი, ერთ-ერთი გაიხსნება სწორედ 10 ივნისიდან შევა ფუნქციონირებაში, ეს არის ფალიაშვილის 110 ნომერი და იმ პაციენტებს, რომლებიც აქამდე არ იყვნენ რეგისტრირებულები, არ იყვნენ ჩართული ასე ვთქვათ, მომდევნო სიაში შეიძლებათ რომ მივიდნენ 10 ივნისიდან აღნიშნულ მისამართზე, არა მარტო სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებშიც და ჩაერთონ მკურნალობის პროცესში. ასევე კიდევ ერთი არც თუ ისე უნიშნელო, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ თუ კი ჩვენ გქონდა წინასწარი მოლაპარაკებით წელიწადში მხოლოდ 20000 პაციენტის მკურნალობის საკმარი მედიკამენტის მოწოდებაზე მოლაპარაკება, ეს რაოდენობა გაიზარდა 30000-მდე წელიწადში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ზედა ზღვარი.